გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით ამ საოცარი ადგილიდან მორიგი სათავგადასავლო ვიდეოთი, რომელსაც ძალიან ბევრი ელოდით. ყველაზე მეტად ჩემი სწორედ ამ სტილის ვიდეოები მოგწონთ და დღეს ვიცი რომ ძალიან ბევრს ძალიან მაგრად გაგახარებთ. იმიტომ რომ მაღალმთიან აჭარაში ვიმყოფები გოდერძის უღელტეხილზე, მივდივარ ზღვის დონიდან დაახლოებით 2050 მეტრზე, სადაც დაგვხვდება ულამაზესი ტბა, ულამაზესი და ამავდროულად მისტიური. როგორც ამბობენ, ამ ტბაში ბინადრობს კალმახი, ხო და არ ვიცი, წავიდეთ, მივიდეთ, ვნახოთ და გავარკვიოთ. 24 საათიანი ვიდეო იქნება და საჭმლისა და წყლის გარეშე ვეცდები რომ თავი გავიტანო სწორედ ამ ტბასთან. ასე რომ წავედით. სანამ კლავიატურა გადატერენ და დამიწერე ეგ რანაირი საჭმლისა და წყლის გარეშე წასვლაო, მაგასობაში გეტყვით რომ ეს არის ბომბარის ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სასმელი. აწი ჯანსაღი ენერგეტიკული ღირებულებით სავსე სნექები და სასმელები ჩემი მეგზური გახდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლება დაგემოვნება თუ მინიმუმ 2 თევზს დავიჯერ. ანუ ეს იქნება ერთგვარი ჯილდო წარმატებით შესრულებული დავალების. ასე რომ წავედით. უბრალოდ უყურებ ახლა ამ ტბას და ვოცდები, ისეთი სილამაზეა მეგობრებო და უკვე ვიცი სადაც დავბანაკდები. ნახეთ აი მთელი ხედი თითქოს ხელის გულზე გეშლება. სადღაც ამ ტერიტორიაზე დავბანაკდებით და გავშლით კარავს. კარავი გაშლილი არის და ამ ხედების ტბაში ძალიან ბევრი დრო გავიდა. სანამ აქ ამოვედი, სანამ ადგილი მოვძებნი, სანამ კარავი გავშალე, მოკლედ კამერაც გამეთიშა, დამიჟდა და ეხლა იტენება. ეხლა პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოვიმარაგო ხო, იმისათვის რომ გავთვეთ, იმიტომ რომ ძალიან ცივა და ღამეც ალბათ ძალიან სუსხიანი იქნება, შესაბამისად ცეცხლი უნდა დავანთოთ. ამასობაში დამაღამდება კიდეც, გამოვიძინებ კარგად და ხვალ უკვე შევუდგები გრანდიოზულ თევზაობას. იმედი მაქვს რომ გრანდიოზული თევზაობა გამოვა და დავიჭერ კალმახს. დავიჭერ არა ერთს და ასევე დიდებსაც. ასე რომ დროებით ეხლა წავედით ბეჭხის შესაგროვებლად. ცოტა უჭირს, მაგრამ დავანთებთ მაინც. წეგან შევნიშნე და წამოვიღებ ბარემ ამასაც, ნახე. კაი დიდი ხი არის, ეტყობა აქ ვიღაცა წვავდა. ხო და ჩვენც გამოვიყენოთ რა, იმიტომ რომ ეს კაი ხანი არ დაიწვება და დიდი ხანი გვექნება ცეცხლი. ნახე როგორია, წავათრიოთ ახლა ჩვენს ცეცხლთან. ძინია, მაგრამ გამოსადეგი. აიგა. ამას წაიკიდება, კაი ხანი გვექნება ცეცხლი. ეს. ზოგადად ცისარტყელა კალმახი რავი, ყველაფერს ჭამს ესე რომ ვთქვათ. ხო და სანამ ღამე არის, მოდი ვნახოთ თვითონ ამ ტბაშივე თუ არის რამე ისეთი, რასაც შევძლებთ და გამოვიყენებთ შემდეგ უკვე მეორე დღეს კალმახზე სათევზაოდ. ჩავიდეთ ნაპირთან ახლოს. და რავი, შეიძლება კრევეტები იყოს, ან რაღაც ისეთი იყოს ნაპირთან გამოსული. ერთის კალმახი იკვებება. მოვიძიოთ და დავიჭიროთ ეს რა არის. შეიძლება ქვების ქვეშ იყოს, ხვდებით?
თუ არა და ყანყალებიც მაქვს, მაგრამ უფრო საინტერესო იქნება, რომ რაღაც ის ბუნებრივ სატყუარაზე ვითევზაო. შევხედოთ. არაფერი არ ჩანს. ერთი სამწიად. იგი ბაყაყები. და არ ვიცი. ეხლა ლოკო კი მოდის უბრალოდ ბაყაყზე, მაგრამ ნახდათ არ მინდა რომ ეხლა აქ ბაყაყით ვითევზაო. არა და შეიძლება ძალიან მაგარი სატყუარა იყოს. ხედავთ? შევეშვით გავონებოთ თავი. ეგ რაღაც პატარ-პატარა რაღაცეები დაცურავენ, მაგრამ იმდენად პატარა არის რომ ეხლა მაგის აღებას აზრი არ აქვს. აი ხედავ ის რა არის. აი მაგალითად ეგ. მაგრამ ეგ ზედმეტად პატარაა იმისათვის რომ დიდი თევზი დავიჭიროთ. აქ რა ხდება? პატარა ბაყაყები. და კიდე აი ეს პატარ-პატარა რაღაცეები ჭურები არის ვერ ხედავ. პატარა კრევეტები არის. კი, კრევეტი. ვიცი რომ ამას ჭამენ. ცოტა მოზდილები რო იყოს, კარგი იქნებოდა. ეს ეხლა ძალიან პატარები არის. იქნებ მოზდილიც ვნახოთ და ვითევზაოთ. ბიჭო ცივია, ძალიან ცივია წყალი. აი ცოტა კიდე გავიაროთ. ძირითადად როგორც ხედავთ, ქვების ქვეშ არიან შემძვრალი ეს პატარა კრევეტებიც. დროის საკითხია, გაიზრდებიან ეგენიც. ბიჭო მაგრად ყინავს თან. ძალიან ცივა. ცოტა გავიაროთ და თუ არაფერი იქნება, დავბრუნდეთ და ვითევზაოთ მერე ყანყალებზე. მაგასაც გაჩვენებთ, რომელ ყანყალას გამოვიყენებთ, რომელზე მოდის ცისარტყელა კალმახი და რომელზე არა. არც აქ. მე მგონი აზრი არ აქვს და უნდა ვითევზაოთ ჩვენს ხელოვნურ სატყუარებს. წყალი ძალიან სუფთაა და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი თევზაობა, ჩვენი ხვალინდელი თევზაობა ძალიან მაგარი გამოვა. დავბრუნდეთ ისევ კარავში, ცეცხლთან ახლოს ვიყოთ, დავიძინოთ და ეგ არის რა მეორე დღეს უკვე ჩავერთოთ უმაგრეს თევზაობაში. ჩემ დაბედათ რომ ძალიან ყინვაც არ არის. მაგრამ ბავში გამიმართლა ცოტა. თორე რაღაცეების ამოღება ვერ მოახერხე, იქნება მომდინარე რომ ცოტა ადგილი შეზღუდული მქონდა. მაგრამ მაინც ახლა ესეთი ტენტი არის რომ არ ატარებს. ქარი არ შემოვა არაფერი და მაინც თბილად ვიქნებ. ამ ჩემ დუბლიონკას დავოფენ ძირს და ეგ იქნება. ესეც ცოტა სინათლეც გვექნება. ეს ანკესი ხოლისათვის ეს ჩვენი დუბლიონკა და ეგ არის. ცივა, მაგრამ ძალიანაც არ ცივა. თან თუ რამეა იქით ცეცხლი უცბად გადავიბან. შევაგიზგიზე ფეგრავე და გავთვები. ეხლა მინდა რომ ეს დღე მალე გავიდეს. მოვიდეს ხვალინდელი დღე და დავიწყო თევზაობა. სანამ დავიძინებ და დაგემშვიდობებოდეთ, მანამდე მოდი უცბად გეტყვით ხვალ რას გეგმავ და ხვალ რას გავაკეთებ. შესაბამისად რას ნახავთ ვიდეოში. იმედია ნახავთ. იმედია გამომიგო ყველაფერი, რასაც გეგმავ. ესე იგი, დილით პირველ რიგში ავდგები და ცოტა მოვაწესრიგებ რაღაცეებს ჩვენ ინვენტარს რაც გვაქვს, რაც გამოგვიგზავნა კავიანმა. ეს არის სპინინგი, ასევე ტივიტივითაც ვითევზავებ. მინდა გაჩვენოთ აბსოლუტურად ყველანაირი აღჭურვილობა, რა გამოიყენება ცისარტყელა კალმახზე, რა უყვარს, რა მოსწონს და ცადოთ რაღაც ალტერნატივები, შეიძლება ერთ სატყუარზე მოვიდეს, შეიძლება მეორე სატყუარზე არ მოვიდეს. და იყოს ასევე დღეები, პირიქითაც რა მოხდეს. აქედან გამომდინარე გვიწევს დატესტა სპინინგი, ეგ არის მაგიტო არის ძალიან მაგარი და საინტერესო და ესეთი აზარტული, რომ ნახე როგორი რაღაცაა თითქოს ნადირობ რა, თევზაობა აღარ არის, ეგ უკვე ნადირობაა ჩათვალე. ძალიან მაგარი რამეა.
და ნანადირები უნდა მოიპოვო. ჯერ სპინინგით ვითევზავებ, შემდეგ ტივტივოზეც მოვსინჯავთ. იმედი მაქვს, რომ დავიჭერ თევზს, რაღაც პატარა თევზს, რასაც დავიჭერ. აქვე მოვამზადებ, ქვაზე ვფიქრობ, რომ მოვამზადო. იმედი მაქვს, დიდ კალმახსაც დავიჭერ. 1 ან 2 ცალი რომ დაგვაჭერინა, მეგობრებო. მაგას უკვე წავიყვანდი და შემდეგი ვიდეო იქნებოდა უკვე ვრცელი კულინარიული ვიდეო. როგორც წინა ვიდეო რო დავდე ბურგერზე, ხო ვიცით, აი დაახლოებით მაგ სტილში. აბა თქვენიც ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით და ჩაგერთვებით უკვე ხვალინდელი დღიდან. დილმშვიდობისო მეგობრებო, გათენდა. ჩიტებმაც დაიწყეს უკვე ჟღურტული. გავიდეთ, დავიწყო თევზაობა. აქ მაქვს ყველაფერი. მთელი ეს ინვენტარი, მაჩეტე, ანკესი, ჩოგამბადე, ბადე თევზის ჩასაყრელად. მოკლედ ყველაფერი არის, ყანყალებიც არის, ტრიალებიც არის და თან აგიხსნით, თან გასწავლით, თან დაგამოღამებინებთ რაღაცეებს, ვინც სიტყვაზე დიდად გამოცდილი არ ხართ სპენინგში და რა ვიცი, შევუდგეთ თევზაობას. წავიდეთ. სულ მინდოდა ეს გადამეღო კარგად და გამეკეთებინა და დარწმუნებული ვარ ისეთი ხედები იქნება აქ, რომ უოჭველი გადასაღებია. აბა ნახეთ. აბა ნახეთ ხედები. სასწაული არა? ულამაზესია უბრალოდ აქაურობა. ნახეთ. რა სილამაზეა. უბრალოდ დააკვირდით. როგორი კამკამაწყალია. გაყინულია. იმინა გაყინულია. სანამ დილაა დრო ვიხილთოთ, იმიტომ რომ დილას შეიძლება კარგი მოსდილი თევზი დავიჭიროთ. გამოდიან სანადიროთ და შეიძლება დავსვათ 1-3 კილოიანი. ასე რომ ეხლა გადავიდეთ, უკვე ანკეს გაჩვენებთ, რა ანკესი მაქვს. მოდი, აი ამაზე გესაუბრებით ეხლა. დავაწყოთ თან და განვიხილოთ. ერთი ცუდი ის არის, რომ ძალიან ცივა და რადგანაც ცივა ელემენტები სამწუხაროდ მალეჯდება. კი მაქვს ამოღებული ეხლა უკაბელო დამტენი და ვტენი, მაგრამ რაღაც კადრები შეიძლება გამოგრჩეს რა, რაღაც კადრები ვერ ავიღოთ, მაგრამ ვეცდები რომ მაინც ვიდეო ისე შევკრა, რომ რაღაცნაირად გაჩვენოთ, დაგანახოთ და კარგი კადრებიც წამოვიღო. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ინვენტარს, რომელიც კავიანმა გადმოგცა, ბათუმში ვიყავი და ბათუმიდან წამოვედი. ყველაფერი აქვს აბსოლუტურად, რა რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, როგორც სპინინგისთვის, ისე ტივტივოზე, ისე სიმძიმით თევზაობაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც კი თევზაობასთან ნადირობა ჭირდება, შეგიძლიათ მიბრძანეთ და წამოიღოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ჯოხი ultra light-ის 0-დან 10 გრამამდეა ეს ჯოხი. კოჭას რაც შეეხება, ოკუმას 2500-იანი არის, ხოლო წნული არის 006. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო ყანყალებს, დააკვირდით. ზოგადად კალმახი არის ძალიან ისეთი თავისებური თევზი. ამიზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. ზოგადად არ უყვარს კალმახს მზე, უფრო მეტად უყვარს ღრუბლიანი ამინდი. სხვათა შორის თვითონ კალმახის ფერის შეფერილობაც მაგაზე არის დამოკიდებული. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რომლით შეგვიძლია ვითევზაოთ, ესე კონკრეტულად რაღაც კონკრეტულ ერთს რეკომენდაციას ვერ გავუწევდი, იმიტომ რომ მოსასინჯი არის რა, ჩათვალე მართლა ნადირობ და ეს უკვე თევზაობა აღარ არის, ჩათვალე ნანადირები უნდა მოინადირო, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ უნდა მოვსინჯოთ როგორც ყანყალები, სხვადასხვა დავაყენოთ, მაგალითად 10-15 გავისროლოთ და თუ არ ექნება შედეგი, მაგ შემთხვევაში უნდა შევცვალოთ ყანყალა და სხვა ფერის დავაყენოთ. ზოგადად კალმახს უფრო მეტად უყვარს ნათელი ფერები, რაღაც ისეთი ხასხასა ფერები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აი ეს ვარდისფერი დავაყენო თუ ჩანს. აი ეს ზემოთ ვარდისფერი. შეიძლება ეს დავაყენო და ტრიალაზეც მოვსინჯავ აი ამ თეთრ ტრიალაზე. ნახოთ როგორ აიღებს. დავშალოთ ეხა ანკესი და დავიწყოთ თევზაობა. აბა ნახოთ, რამდენ ხანში დავიჭერთ პირველ კალმახს. თან ძალიან მინდა მივირთვა ის უგემრიელესი პროტეინის ფილა, იმიტომ რომ მაგრად მშია. როგორც უკვე გუშინ გითხარით, იმ შემთხვევაში თუ დავიჭერთ თევზს, შესაბამისად ჯილდოს სახით შემეძლება რომ მივირთვა ის პროტეინიც, სანამ უშუალოდ თევზს მოვამზადებთ. ეს მზად გვაქვს. ეხლა ყანყალებს გავუკეთოთ. ასევე ნახეთ მეგობრებო, უნდა მოუშვათ ეს ცოტა, იმიტომ რომ თევზი ეჭიდაოს რა. შედარებით მარტივად წაიღოს. თუ დიდი თევზი დაჯდა, გადაავტროს, დაგვალეწავს თავზე ყველაფერს. აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ესეც გავითვალისწინოთ. აი, ამ ტრიალათი ვიწყებ და შევხედოთ რამდენად კარგად იმუშავებს. 1-10-15 გასროლა თუ არ იმუშავა, ეგრევე ვცვლით. გადავდივართ მე უკვე ყანყალაზე. სადურთ. ესეც ბარემ დავამაგროთ. ჩავაგდოთ უკვე წყალში. ესე იყოს.
1-2-3 წამი დაველოდოთ. ჩავკეტოთ. წამოვიღოთ. ნელა ვატაროთ რა. მე ადგილებით შევიცვალოთ. სხვაგანაც გადავიდეთ. აი იქ ტერიტორია ძალიან მაინტერესებს იქით ამხარე. მეგობრებო, თქვენ თუ გითევზავიათ კალმახზე, ეგ მითხარით? თქვენს გამიზიარეთ რაღაც თქვენი ტექნიკები, აბა რას როგორ მირჩევდეთ. ხა რო გითხრათ რომ მე დიდად გამოცდილი ვარ თქო არა. ჩათვლი რა კალმახზე პირველად ვევზაობ. ასე რომ ცოტა გამოუცდელი ვარ. მოდი ერთი გასროლოთ და შემდეგ უკვე ვარდისფერ ყანყალაზე მოვსინჯოთ. ძალიან მაინტერესებს ის როგორ იმუშავებს. კაი, გამოსვლით. თევზი ყოს დასაჭერი მეგობრებო აუცილებლად, თორე დავჭით მშიერი. მოკლედ 1-5-6 გასროლა აქაც, მე უკვე შევიცვალოთ ლოკაცია. ერთი ფერის მოსინჯვით შეიძლება ამის მერე და მე უკვე რაღაც სხვა ვნახოთ. თუ არ და ტივტივასაც ვნახავს და ასე შემდეგ რა. აქედან თევზის გარეშე რო არ წავალ, ეგ ხა კარგად იცით. ესე იგი სპინინგი თევზაო რო შევაჯამოთ დაახლოებით 3-4 ყანყალა მოვსინჯე, ასევე 2 ტრიალა მოვსინჯე, არაფერი არ იყო, ერთი ჩარტყმა არ ყოფილა. დაახლოებით 8-10 გადაგდება იყო თითოზე, თითო სატყუარაზე და არანაირი შედეგი არ ქონდა. ერთ-ერთი შედეგი აი ეს არის. ჩვენი ერთ-ერთი შედეგი. აქედან გამომდინარე, ახლა ამას დავშლი და გადავაწყობ ტივტივაზე და მოდი ტივტივაზე მოვსინჯოთ რა, იმიტომ რომ წამოღებული მაქვს ჭიაყელა, პურით წამოღებული მაქვს, ოღონდ არა საჭმელთვის, არამედ იმისათვის, რომ აქაურობა დამეკვება და უფრო გაგვეზარდა შანსები კალმახის დაჭერის. პურზე შეიძლება ვცადოთ, ჭიაყელაზე შეიძლება ვცადოთ და მოკლედ ტივტივით ვაგრძელებთ ახლა თევზაობას. ვფიქრობ, რომ აი იმ ადგილას გადავიდე, ნახეთ. აი, სადღაც იმ ტერიტორიაზე მაინტერესებს და ვნახავ. ესე იგი რა ხდება? ავიღეთ მეორე ანკესი და თევზაობთ პურზე და ტივტივაზე. მოვსინჯოთ, აბა იქნებ ამაზე მაინც მოვიდეს. ხო, ეხლა სპინინგი ისეთი რაღაცა არის, ანუ ხან მოდის, ხან არ მოდის, ანუ ვერ გაიგებ რა. რაღაც მომენტი უნდა დაიჭირო. სპინინგს აუცილებლად კიდევ ვცდი უფრო საღამოს, ესე 5 საათისკენ დაახლოებით, მაგრამ მოდი მანამდე რაღაც დავიჭიროთ ხალხო. ხია მინიმუმ. ტივტივაზე უოჭველი დავიჭერ. ეხლა უნდა აგიხსნათ პური როგორ უნდა გავუკეთოთ რა. კალმახზე ცოტა სხვანაირი პრინციპი არის. ზოგადად სხვანაირად უკეთებდი ხოლმე პურს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ, მხოლოდ ზედა მხარეს ვუკეთებ ცომებით, ხედავ, ზედა მხარეს მოვუჭყლიტავთ. ქვემოთ კიდე ესე ფიფქივით რჩება. ახლა ჩავაგდოთ და დაველოდოთ. ჩაარტყა. მოსტა ალბათ პატარა არის ეს, რომ დიდი იყოს, ეგრევე ჩაავლებ და პირს და წაიღებთ. ალბათ ცოტა მოშორებით გადავაგდოთ ახლა. ჩაარტყი რა. აი. ხედავ. ახლა ხედავ. ოდიახ. გამოიწერთ ახი. მოდი ახლა კიდე თავიდან გავუკეთებ. ის ერთი სალი რომ დავიჭირეთ. ბიჭო, იმენა აუძლებს უნდა. ნახე როგორ სტილში ვუკეთებ. ესე არანაირი ცომი არ არის. ხო? და აი სად უკეთებ ცომს. აი აქ. ხედავ? აი ესე. ქვემოთ ესე ფიფქისავით გაშლილი იქნება. აი ეგეთ სტილში. შეგვიძლია გავაგზავნოთ თევზაობა. აი. ეგ არის მეგობრებო. დავსვით ესეც. რა სიმძვრს.
ცოტა თითებით უყარ გავითვე, იმენა შანსი არ მაქვს. ვახ, ჩემი. კიდევ კაი ეს მაინც დავანდეთ. აი, აქ რა გველოდება. ბრაუნის პროტეინ ბარია, რომელიც 20 გრამ პროტეინს შეიცავს. არანაირ შაქარს არ შეიცავს, წარმოვიდგინეთ, არანაირ გლუტენს არ შეიცავს და 20 გრამი ერთშეფუთოში და ყველაზე მაგარი რა არის, იცი? ჩათვალეთ ერთი სრულყოფილი მილია. მე ვფიქრობ, რომ ეს დავაგემოვნო პირველი. და კიდე ერთი მაგარი რაღაც. პანკეიკი. ნახე რა მაგარი ტიპი არის. რავი, ვინც უშაქროს ჭამთ, ვინც სწორკვებაზე ხართ და გენატრებოთ ხოლმე ტკბილი, არანაირი შაქარი, მეგობრებო. ამის გასაჩო ძალიან მინდა. გავიყინე, ძმებო და დებო. მე მგონი ეს შოკოლადის ფილაც გაიყინა. აგიმარჯოთ. მაგარი გაყინულია. ძალიან გამაგრებულია სიცივეს გამო. ძალიან გემრიელია. ფრესკოს მაღაზიათა ქსელში არის და ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. ნახე საწვისა და წყლის გარეშე კი ვიღებ ხოლმე ეპიზოდებს და რაღაცა თავგადასავლო სტილში მიმყავს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე თვითონაც ვკაიფობ ამ ყველაფრით რა. მაგრამ ამას წამოვიღებ ხოლმე, ამას წამოვიღებ და ერთგვარი ჯილდო იქნება. თუ დავიჭერ თევს, შემეძლება რომ თითო პროდუქტი დავაგემოვნო. ეხლა ელემენტსაც რომ მოვფრთხილდეთ, ამას უცბად შევჭამ, ენერგიებით დავიტვირთები და გადავედით ისევ სათევზაოდ, იმიტომ რომ ორი თევზი დავიჭირეთ, კიდე ორ თევზს დავიჭერ თუ არა, ეგრევე გავხსნი, რავი, რომელი გავხსნა. აი, მოკლედ უცბად დააპაუზე ვიდეო, კომენტარებში ჩამოდი, დამიწერე რომელი გავსინჯო. დამიწერე უკვე? აი, ამას გავსინჯო შემდეგს. წავედით. აი ასე უძრავად დგას. ტივტივა და ვფიქრობ, რომ უკვე შეჭამა. იმიტომ რომ რაღაცებს ვაკეთებდი იქით ტერეთი. ეხლა იმასაც ვფიქრობ, რომ აქ დავტოვო ეს ყველაფერი და წავიდე, აი იქით სადღაც და რამე ადგილი მოვსინჯო. თუ დავიჭერ რაღაცას, გადავიტან ამ ყველაფერს უკვე სხვა მხარეს. ამხელა პური რო არ წავიღო იქით ხარეს. ეს უკვე საკმარისი იქნება. ჩავაგდოთ აქ და გადავიდეთ. შეიძლება რაღაც აქ გავჩერდეთ. აი ცოტა ღმაწყალი იწყება უკვე ახლოდანო და შეგვიძლია აქ მოვსინჯოთ ბედი. აბა ვნახოთ. აქ რას იზავს. აი ცოტა მოშორობითაც გადავაგდეთ. კაი ჩარტყმა ქონდა წეხა. შეიძლება დავსვათ. ვუყურებ და ტყვები აქ ავრავით, პროსტა ვიყინები იმენა. ჯერ კიდევ ვერ გათვლი. ეს ადგილი ძალიან მაგრად მომეწონა, ნახეთ. ღრმაც არის, ძალიან ლამაზიც არის და მზეც არის, თბიალთაც ვიქნები. აქედან ვეცდები რომ რაღაც დავიჭირო და ნახოთ რა გამოგვივა. GoPro დამიჯდა და ეხლა ამით ვიღებ. აი დარტყმები აქ. მაგრამ როგორც ჩანს პატარა. ნახე როგორი კაი დარტყმა. ნახე რა კაი ზომაა. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. ესეც მეოთხე თევზი, შესაბამისად უკვე შეგვიძლია რომ ჩვენი უგემრიელესი, უშაქრო და ჯანსაღი პანკეიკი დავაგემოვნოთ. და ესე გამოიყურება ჩვენი შემდეგი ჯანსაღი სნექი. 103 კალორია აქვს, რაც მახარებს, იმიტომ რომ არ არის ბევრი და რაც თავარია, არანაირი შაქარი. იმედია გემრიელი იქნება. დავაგემოვნებ და გეტყვით. ხელით არ მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ თევზის გემოზე წაიღებს, ეგრევე კალმახის გემოს მისცემს და ფერი ძალიან კარგი აქვს. ანუ კარგად გამოიყურება რა. ნახოთ აბა. გაგიმარჯოთ.
ბიჭო, ძალიან გემრიელია. ვერ ხვდები რანაირად შეიძლება იყოს ასეთი გემრიელი და ასეთი უშაქრო? ხო. უბრალოდ გიჩერთ რომ გასინჯოთ. ვისაც გიყვართ ეგეთი რაღაცეები და სრულკებაზე ხართ, უბრალოდ გასინჯეთ. აი კონკრეტულად ეს ძალიან მაგარია. ეხლა ვეძებ მაქსიმალურად ბრტყელ ქვას იმისათვის, რომ კალმახი ქვაზე მოვამზადოთ. ნახე, აი ესეთი გამოგვადგება მაგალითად რა. ოღონ პატარაა, კიდე გვინდა. ან უფრო მოსდეს ვნახო. აი ესე საუკეთესოს მევაგენი. სისქითაც საკმაოდ თხელია და პლუს ამას ფართობით საკმაოდ დიდი აქვს. იმის გამო რომ თხელი ქვა იყო, გასკდა სამწუხაროდ, ნახეთ. გაწყდა და თქვენს გაითვალისწინეთ, როდესაც ქვაზე შეწყოს დააპირებთ, ცოტა სქელი ქვა აიღეთ, რომ ნახვენებად არ იქცეს. ეხლა ამას გადმოვაგდებ და მოზრდილ ქვას ჩამოვიტან. ორცა მოზრდილს გავაკეთებ, შევწავთ თან არ ვიცი რანაირი ქვები არის, მაგრამ ფაქტია რომ სკდება ეს ქვები რა. ხო და ორცალს ქვაზე დავდებ და შევწავ. ჩვეულებრივ უცბად რომ დავნაყდე. და დანარჩენს წავიღებ თბილისში და უკვე იქ მოვამზადებ რაიმე მაგარ კერძს, ძალიან გემრიელ თავის соусები, თავის გარნირით და ასე შემდეგ. ეხლა კი აი ამ დატეხილ ქვაზე უნდა შევწვათ 2 ცალი მოზრდილი კალმახი. ნუ იდეაში 2 ცალი გვეყოფა რა. გვეყოფა იმისათვის, რომ დავალებად შესრულებულად ჩაგვეთვალოს და მეც მშიერი აღარ ვიყო და დანარჩენს უკვე როგორც გითხარით, თავის соусებთან, გარნირთან და ბევრ გემრიელობასთან ერთად ცალკე ვიდეოს სახით მოვამზადებ. რაც შეეხება წყალს, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ვართ. უსუფთავესი წყალი არის აქ. ასე რომ აქედან ავავსებთ. ისე. აქედან ავავსებთ, ცეცხლზე მოვადუღებთ. თუ რაიმე ბაქტერია არის, ყველაფერი აორთქლდება, გასუფთავდება, მე ისე ამ ცივ წყალში მოვათავსებთ ამ მადუღარას და ეგ არის შეგვიძლია უკვე ცივი წყალი დავლივთ. გადავჭით. აი აქ დავდებთ ახლა. ეს თუ რამე მიკრობი და ბაქტერია იყო, აქედან ყველაფერი აორთქლდა, დარჩა სუფთა წყალი, როცა ცხელი. მაგრამ იქიდან გამომდინარე ძალიან ცივია. ეს ტბა უცბად ესე მარტივად გავაცივებთ. და შემდეგ უკვე დავლებთ ცივ წყალს. აბა ნახოთ ესეც თუ გაცივდა. ესეთი ცივი არის, წესით უნდა გაციებულიყო. კი, ცივი. ცივი წყალიც გვაქვს. წავიდეთ ახლა კაროში და გავსინჯოთ დავაგემოვნოთ. პირველად უნდა გავსინჯო მეგობრებო, ჩემი დაჭერილი კალმახი პირდაპირ აი ესეთი საოცარი ხედიდან. ეს ჩვენი ცივი წყალი. ეს კიდე თევზი. წყალი წყურია ძალიან მაგარად. გემრიელი წყალია. ფილეს ნაწილი ავიღოთ. ნახე. მე მგონი ძალიან კარგად არის გაკეთებული.
აუ რა არის, იცით? ბიჭო, ძალიან გემრიელი თევზია. ჯერ სხვათა შორის ესეთი გემრიელი თევზი მე ჯერ არ მიჭამია, რომელიც ჩემი დაჭერილი იყო. მართლა ძალიან მაგარია. ამა შეხეთ, შეფერილობასაც დააკვირდით. ნახე, არ ვიცი, იმედია კარგად ჩანს. დააკვირდით, როგორი შეფერილობა აქვს. სულ წითელი ხორცი აქვს, ძალიან კაია. თქვენთვის კიდე ერთი რაღაც უნდა მეთქვა რა, მოკლედ. ერთ-ერთ საიტზე მუშაობდი, სადაც ჩემი მერჩი გაიყიდება. მაისურები, შარვლები, ასევე თბილი ტანსაცმელი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი კემპინგს უკავშირდება, კარვები და მოკლედ ძალიან ბევრი მაგარი რაღაც. შეგიძლიათ შეხვიდეთ მეგობრებო უკვე, ნახოთ, დაათვალიეროთ პროდუქცია და სრული შემთხვევაში შეიძინოთ. მოგიტანთ ადგილზე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში. ხო და კიდე მთავარი. მსგავსი სტილის სათავგადასავლო გასვლები ასევე დაიგეგმება ხოლმე მაგ საიტზე. კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ გაკეთდება ხოლმე ჯგუფები, სადაც წავალთ რაღაც კონკრეტულ ადგილზე, მაგალითად 5 კაციანი, 7 კაციანი ჯგუფი ჩემთან ერთად წამოვა, მე გავუწევ აბსოლუტურად ყველაფერს მენეჯმენტს, ეს იქნება თევზაობა, მოგამარაგებთ აბსოლუტურად ყველაფრით და მოკლედ ძალიან მაგარ თავგადასავლებს მოვაწყობთ ხოლმე რა. დეტალები აუცილებლად უკვე იმ საიტზე იქნება, შესაბამისად შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ აბსოლუტურად ყველაფერი. სულ ეს იყო რისი თქმაც მსურდა. დანარჩენი უკვე რა ვიცი, დავისვენებ ცოტა ხანი. კარავსაც ავშლი მერე და წავალ, იმიტომ რომ 24 საათი შესრულებულია. ეს ჩელენჯიც შესრულებულია და შესაბამისად წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, კიდევ ბევრი ჩელენჯი არის. დამიწერეთ რამე მსგავსი ადგილები თუ ვიცით კომენტარებში დამიწერეთ მეგობრებო და ნებისმიერ ადგილას ვესტუმრები. არ აქვს მნიშვნელობა იქ იქნება თევზი თუ არ იქნება, იცით თუ არ იცით, თუ რამე საინტერესო ადგილია, ნებისმიერ ადგილას ვესტუმრები 24 ან 48 საათიან ჩელენჯს გადავიღებ და იმედი მაქვს ძალიან მაგათ მოგწონთ ესეთი ვიდეოები. ყველაზე დიდი გამოხმაურება ზუსტად ამას აქვს ხოლმე რა. Instagram-ის გამოწერა არ დაგაუწეთ, იმიტომ რომ სტორებზე იდება ხოლმე ძალიან საინტერესო რაღაცეები. მიხეილ ფეიქრიშვილი მაწერია. შეგიძლიათ გამომიწეროთ და ვიმეგობროთ. და ნუ ჩვენი არხის გამოწერა რო არ უნდა დაგავიწყდეთ, ეგ ალბათ ისედაც იცით. ემშტოვებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.